როგორ ფიქრობთ, მაინც თქვენ საუბრობდით, რომ აი გარე ფაქტორებზე არიან დამოკიდებულები ოპოზიცია, ჩავარდა ის თქვათ გეგმა მაშინ, რახან ფიქრობთ და აცხადებთ მთელი ხელისუფლება, რომ უცხოეთიდან ხდება ეს ყველაფერი, ეს ჩავარდა თუ გააგრძელდება პროცესები, რასაც ჩვენ ხედავდით ამდენი თვის განმავლობაში რუსთაველის კავშირში. კი ბატონო, 4-ჯერ ჰქონდა ცდილობა და ეს არაერთხელ იქნა გაცხადებული ჩვენი საზოგადოების წინაშე რევოლუციის მოხდენის, იმიტომ რომ მათი მთავარი ხელწერახო ეს არის რევოლუცია, დამხობა, გადატრიალება, შევარდნა, ბულინგი და შანტაჟება და მე ამ გზით როგორღაც სადავეების ხელში ჩაგდება და აი ძალიან მარტივად ვიტყვი რომ თავარი სიმბოლო ამათი არის ხონის საჯელახსრულების დაწესებულება. აი თუ გინდა რომ არჩენო ვინმეს ვინ არის ეს რეჟიმი, უნდა არჩენო ხონის ის ასე ვთქვათ საკნები და დამთავრდა ძალიან მარტივ ასოციაციას დაინახავ. ეხლა თქვენ კითხვა დამისვით, აი ეს აბოცურული არის, ანუ გადაიარა ქვეყანამ თუ იქნება ესეთი ამბავი. ერთ-ერთმა ოპოზიციის წარმომადგენელმა ასეთი განცხადება გააკეთა, რომ უყურებო გაცხოვო და გაოცებული ვარო, ამათო რევოლუციისა არაფერი არ ეთყობა. ისეთი ერთსრულოვნება არისო და განსაკუთრებით ძალოვანებშიო და ეს წარმოიდგინეთ ადამიანს უნდა უხაროდეს თუ უნდა წკინდეს. ქართულ ადამიანს რომ ეს წკინს რომ ძალოვანებში არის ერთსრულოვნება, საზოგადოება არის ერთსრულ და ერთხორცს, ეს უნდა გიხაროდეს თუ უნდა წკინდეს, მაგრამ რა კი მათ ვერ შეასრულეს თავიანთი პატრონების დავალება. ეხლა ესენი აცხადებენ რომ დღეს ხელისუფლებაში არაჩანს რაღაცა რევოლუციური სცენარის სამზადისისთვის რაღაცა ბზარები რომ ჩვენ ეს რევოლუციური სცენარები განვახორციელოთ, თვითონვე აღიარებენ ამას და თვითონვე ამბობენ. არანაირი მცდელობას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ რამდენი მცდელობაც არ იყო რა აღარ გააკეთეს, ხან არაჟნის კონტეინერით შემოიყვანეს თავიანთი ასე ვთქვათ ბელადი და სადეს რაღაც გარკვეული ტემპერატურის აწევა, ხან დივერსიული ჯგუფები ჩამოაყალიბეს, ფრანკლინის კლუბები უამრავი რაღაცა ამდაგვარი კერების მომზადება და განსაკუთრებით